ადამიანი, ეპოქა, მოვლენა, კანონი. ჩვენი გენეტიკური კოდი სამართლიანობას ეძებს, როცა ირგვლივ უსამართლობაა. დისკუსია, რომელსაც დასასრული არ აქვს. როგორები ვართ ჩვენ დღეს ისტორიის წინაშე? ვართ თუ არა კანონმორჩილი საზოგადოება, რაც გვასწავლის განვლილი ისტორია და რისთვის უნდა ვიყოთ მზად, როცა კანონი ხან სამართლიანია, ხან უსამართლო. საბოლოოდ რას ვირჩევთ? ადამიანის მიერ დაწერილ კანონს თუ დროის სამართალს? გადაცემა დროის სამართალი. ყოველ კვირას 19 საათზე. დაიწყე აზროვნება დღეს. მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, დღეს კვირაა და ჩვენი სტუდიის ეთერშია გადაცემა დროის სამართალი. მე კი მის სამყარო თენგო ომანიძე გახლავართ. დღევანდელი ეთერი გსურს მიუძღვნათ მე-20 საუკუნის ალბათ ერთ-ერთ უდიდეს ქართველ მოაზროვნეს და მეცნიერს, ისტორიკოს და რუსტველოლოგს პავლე ინგოროყვას, მის ცხოვრებას, მის კვლევებს, შემოქმედებას და იმ მემკვიდრეობას, რაც ამ მართლაც ფასდაუდებელი შრომის ავტორმა დაუტოვა ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას. ამ თემაზე სასაუბროთ კი სტუდიაში სტუმრად გვეყოლება ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი ბატონი დავით გალეგაშვილი. მოგესალმებით ბატონო დავით და დიდ მადლობას გადაგიხდით რომ ხართ ჩვენთან სტუმრად. გამარჯობა ბატონო თენგის. ისე მოხდა ბატონ დავით რომ აი წინა კვირაში გქონდა სხვათა შორის ერთ-ერთ ეთერში საუბრობდით დაუკლარჯეთის შესახებ გრიგოლ ხანძთელის ეპოქაზე, იმ ღვაწლზე რაც მაშინდელ აი ამ მოღვაწეებს ჰქონდათ ჩვენი ერის ისტორიაში და საკმაოდ პოპულარული გახდა შემდეგ ეს ვიდეო მაყურებლისთვის. და მაშინვე მოგვივიდა იდეა რომ ხომ არ იქნებოდა საინტერესო ჩვენი მაყურებლისთვის რომ ეს თემა გაგვეგრძელებინა ერთგვარად და რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში თქვენ ბრძანდებით ადამიანი ალბათ რომელსაც თუ კი ვინმე შეიძლება აი ამ თემებზე ვესაუბროთ განსაკუთრებით როდესაც ლაპარაკი გვაქვს პავლე ინგოროყვაზე რომელმაც დატოვა თავისი ფუნდამენტური ნაშრომი გიორგი მერჩულეს სადაც სწორედ აი ამ თემების ეს თემები არის მიმოხილული მე-10 საუკუნის საქართველო როგორი იყო მაშინდელი პოლიტიკური ვითარება და ის შეეხება პრაქტიკულად ყველა ასპექტს, ხო? იქ საუბარია გეოგრაფიაზე, საუბარია საგარეო პოლიტიკაზეც, ერის ეთნოგენეზისია საუბარი. შეუძლებელი იქნებოდა რომ აი ამ ფუნდამენტური ნაშრომისთვის აგვევლო გვერდი, რადგან ვინდა სწორედ პავლე ინგოროყვამ დაანახა ქართულ საზოგადოებას ალბათ თავისი ნაშრომებით დაუკლარჯეთის როლი და მისი როლი აი ზოგადად ერთიანი საქართველოს სახელმწიფოს შექმნაში. ამ თემებზე თქვენ ხშირად საუბრობთ ხოლმე აი რუსთაველთან დაკავშირებით და პავლე ინგოროყვას ცნობილი რუსტველოლოგია, ხო? ამასთან ერთად თქვენი სატელევიზიო გამოსვლების დროს, როდესაც საუბრობთ ვეფხისტყაოსანზე, ხშირად გიხსენებიათ ეს ადამიანი და მისი ღვაწლი და ძალიან მიხარია რომ დღეს გვექნება სწორედ თქვენთან ამ საკითხებზე საუბრის შესაძლებლობა. ალბათ საინტერესო იქნება დავიწყოთ თავად ამ ადამიანის პიროვნებით მისი სახელი პავლე ინგოროყვა ასე თუ ისე ცნობილია ალბათ ქართული საზოგადოებისათვის, ყოველ შემთხვევაში მე ესე მგონია, იმიტომ რომ მე თვითონ არ მაქვს ექსპერტული ცოდნა დაუშვათ ამ საკითხებზე, თუმცა აი თუ კი რამე წამიკითხავს ისტორიაზე, ისტორიულ ფაქტებზე, ხშირად შემხვედრია წყაროში მითითებული, რომ ეს არის პავლე ინგოროყვას მოსაზრება და ანუ ის ასე თუ ისე ცნობილი არის ქართული საზოგადოებისთვის, მაგრამ არის ბევრი ისეთი ნიუანსი, რაზეც ალბათ ყურადღების გამახვილება იქნება საჭირო. რა როლი ჰქონდა, მოდით თავიდან რომ მივყვეთ ამ ადამიანს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში, როდესაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ადამიანი არ იყო კაბინეტის ასე ვთქვათ მეცნიერი. ის ძალიან მნიშვნელოვან აქტიურ სამუშაოებს, მათ შორის პოლიტიკურ საზოგადოებრივ საქმიანობაში ძალიან აქტიურად იყო ჩართული და რამდენადაც ვიცი, ის არის ერთ-ერთი ხელმომწერი საქართველოს დამოუკიდებლობის აი ამ აქტზე და ის ამ ფორმითაც იღებდა, ხო, ქვეყნის ცხოვრებაში მონაწილეობას. დავიწყოთ. პავლე ინგოროყვა მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ქართველია, როგორც პოლიტიკოსი, პოლიტოლოგი, ისტორიკოსი, ლიტერატურცოდნე და საოცარი აღმოჩენების ავტორი. ამ მასშტაბის სივრცე არც ერთ ქართველს, არც მეცნიერს, არც პოლიტიკოს არ დაუფარავს.
იმიტომ რომ შენ ერთდროულად იყო სახელმწიფო მოღვაწეც და ამ დროს იყო საოცარი და სხვადასხვა მართულებების მიხედვით აღმოჩენების ავტორი, ასეთი მასშტაბი არც ერთ ქართველს არ შეუსრულებია. პავლე ინგოროყვა დაიბადა ფოთში 1893 წელს და შემდეგ ის ძალიან ახალგაზრდა ყმაწვილი უკვე თბილისში გადმოვა. მას ერთი წელი შემდეგ კიდევ მეორე წელი ნასწავლი აქვს უმაღლესში, მაგრამ ისე მოხდა რომ მას არ დაუმთავრებია უმაღლესი სასწავლებელი არც ვლადიკავკაზში და არც რუსეთში და პრაქტიკულად იყო ადამიანი, რომელსაც ჩვენ რომ ვეძახით დიპლომს, უმაღლესი განათლების დიპლომს, მას ეს არ მოუპოვებია. მაგრამ მისი ცოდნა, მისი საოცარი მიგნებები აღემატება ალბათ 99% აკადემიკოსებისას, ვინც კი ჩვენ ყოლია რა. თუმცა მას აკადემიკოსის ხარისხი ჰქონდა შემდეგ რა. აკადემიკოსის ხარისხი მას არ მისცეს, ის დააყენეს 50-იან წლებში, გალაქტიონმა დააყენა, კონსტანტინე გამსახურდიამ კიდევ ორმა კაცმა დააყენეს და უარი უთხრეს. თქვენ რო ბრძანეთ აი იმ წიგნზე გიორგი მერჩულიზე, რომელიც შეეხებოდა აფხაზეთს, ტაოკლარჯეთს და ქვემო ქართლს. ესე იგი ეს წიგნი მან დაწერა 50-იან წლებში და ეს არის ნაშრომი, რომელსაც შეიძლება გაუტოლდეს მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის ისტორიული შრომები. ივანე ჯავახიშვილი დიდი ისტორიკოსია, ფუძემდებელია ბევრი ისტორიული მიმართულებისა და არა მარტო მისი, ეს უმაღლესი სასწავლებლის აღმაშენებელია შეიძლება ითქვას უნივერსიტეტის მაქვს-ხედველობაში. აი მხოლოდ ივანე ჯავახიშვილი და პავლე ინგოროყვა ჩვენ შეიძლება დავასახელოთ თანაბარ მასშტაბის ისტორიკოსებად. იმიტომ რომ ოღონდ ის ძალიან, როგორ თქვა, ძალიან ფართო არეალით საქმიანობდა და ივანე ჯავახიშვილი ის მართლაც უდიდესია, პავლე ინგოროყვას ჰქონდა შეიძლება ითქვას გარკვეული სპეციალიზაცია, რომელსაც ჯერ არავინ არ იყო შეხებული და მან ის უმაღლეს დონეზე დაამუშავა. ჩვენ ამას ნელ-ნელა შევეხებათ. როგორც პოლიტიკოსზე ვისაუბროთ ახლა, ის ძალიან ახალგაზრდა აღმოაჩინა ექვთიმე თაყაიშვილმა, გაოცებული იყო ამ ყველაფრით 19 წლისამ და თავისთან ყავდა უკვე ის მის დავალებებს ასრულებდა პავლე ინგოროყვა. ლაპარაკია 18 წლის ახალგაზრდა კაცზე 17 წლისაზე და 19 წლისამ პირველი აღმოჩენა რაც გააკეთა პავლე ინგოროყვამ, ეს იყო ჩვენი ჰიმნოგრაფიული პოეზია. ჰიმნოგრაფიული პოეზია, რომ წარმოვიდგინოთ, ახლა ჩვენ ლექსს რომ კითხულობთ, იმ ლექსს სტროფს გააჩნია ჩარჩოები, იქ სტროფის სტრიქონები ერთმანეთს ქვემოთ მიუყვება. ვინაიდან ადრე პერიოდებში არ იყო ქაღალდის საშუალება და იქ თითოეულ სანტიმეტრს უფრთხილდებოდა მწერალი, ამიტომ მაშინდელი პოეზია იწერებოდა როგორც მოთხრობა. და ეს მოთხრობის სახით დაწერილი პოეზია არ იკითხებოდა როგორც ლექსი. თან ეს ლექსი ჰიმნოგრაფიაზე როცა ვსაუბრობთ, ეს იყო ურითმო ლექსი. აქ რა მეორდებოდა, იცით, წარმოვიდგინოთ, მაშინ იყო 5 სტრიქონიანი სტროფები და როგორც ახლა 4 ხაზიანი რომ წარმოგვიდგენია, მაშინ 5-იანი წარმოვიდგინოთ და დავაკვირდეთ, რაც უნდა დავაკვირდეთ. პირველი სტრიქონის მარცვლების რაოდენობა რო ავიღოთ 5, მეორისა 7, 5, 7, 7, 8, 6. 5 სტროფი იმეორებდა ამ თანმიმდევრობას, როგორც ახლა მე ჩავავთვალე. ოღონდ ეს მარცვლების რაოდენობა სულ სხვადასხვანაირი იყო. შეიძლება პირველი სტრიქონი ყოფილიყო 9 მარცვლიანი, მეორე 7-იანი, 9, 7, 6, 6, 5, მაგრამ იმ პოეტურ ქმნილებაში ეს მეორდებოდა აუცილებლად. ასეთი 1000-მდე ვარიაცია არსებობს და პავლე ინგოროყვამ 17 წლისამ ეს ყველაფერი ამოიცნო. მიხვდა რომ ეს ლექსი უნდა ყოფილიყო. რატომ? იმიტომ რომ ხა მე მაგალითად მოყავს მიქაელ მოდრეკილის ხელნაწერები, რომელიც შემორჩა, იმიტომ რომ ეს არის საოცრად ძვირფასი საგანძური, რაც გადაგვირჩა ქართველებს დღევანდელ დღემდე, მაგრამ სხვა ხელნაწერებიც ხომ არსებობს, იქ გამოიყენებოდა ორი ფერის მელანი, შავი წერტილების სახით და იყო კიდევ წითელი ფერი დავარქვათ ახლა ამას, ფერი რო აღვნიშნოთ და ნიშნები იყო სტრიქონების თავზე და სტრიქონების ქვემოთკენ. ვერ ხვდებოდნენ ეს რას ნიშნავდა. აი მე-20 საუკუნის დასაწყისშიც კი ვერ ხვდებოდნენ. 1912-13 წლებში მან ამოიცნო ეს რომ პოეზია, ურითმო პოეზია და გაოცებული დატოვა ჩვენი მაშინდელი დიდი მეცნიერებიც, მათ შორის ექვთიმე თაყაიშვილიც. შემდეგ აი რა ღირებულება ქონდა ამას, ესეც რო ვთქვა, მე რამდენადაც ვიცი, მანამდე ყოველ შემთხვევაში ასე მიიჩნეოდა, რომ ქართულის ჰიმნოგრაფია არის ბიზანტიური ჰიმნოგრაფიის ერთგვარი ნიმუში. და სწორედ პავლე ინგოროყვას აღმოჩენით დადასტურდა, რომ
ეს ბიზანტიურის ასე ვთქვათ გადმოკეთებული ვარიანტი კი არ არის, ეს იყო ჩვენი უნიკალური ჰიმნოგრაფიული ნაწარმოებები, რომლებიც აქ ადგილზე იქმნებოდა და ეს რიტმის სტრიქონების ეს იყო ქართული ენის პროდუქტი, ასე ვთქვათ და არა უცხოეთიდან შემოტანილი და შემდეგ გადმოწერილი, ხო? ბიზანტია დაიბადება რომის იმპერიის დაშლის შემდეგ. ეს ხდება ადრე შუა საუკუნეებში, მე-4 საუკუნე, მე-5 საუკუნე დაეცემა ეს და მოკლედ ბიზანტია ნელ-ნელა იწყებს ახალ იმპერიას ჩამოყალიბებას. პავლე ინგოროყვამ გარდა ჰიმნოგრაფიული პოეზიისა, ქართლის ცხოვრებაში აღმოაჩინა ასეთი პასაჟები, რომელიც ასევე ლექსია. ეს უკვე საერო ლექსები არის, რომელიც ძველი წელთაღრიცხვას განეკუთვნება და პირველ საუკუნეებში. ვიდრე ბიზანტია დაიბადებოდა. ამიტომ ჩვენ ამას ასე შევხედავთ. ბიზანტია არათუ ბიზანტიური, ეს არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი ფენომენი ქართული პოეზია. ამ შემთხვევაში რითმის გარეშე ვლაპარაკობ პოეზიაზე, მაგრამ გარდა ამისა, 1913 წლის შემდეგ გავა 40 წელიწადი. 1953-ში ცნობილი ჩვენი მეცნიერი იყო ბატონი გედევანხელაია, ეხლა ხას გარდაიცვალა, მაშინ ის ახალგაზრდა ბიჭი იყო და უფროს პავლე ინგოროყვასთან როგორც ახალგაზრდა კაცი მეგობრობდა და მას პირველს გაუზიარა 1953 წლის 2 იანვარს რომ აი ამ ჰიმნოგრაფიულ პოეზიაში, რომელიც მან შავი წერტილებით ამოიცნა, რომ ეს სტროფები არის როგორც ლექსი, ასეა დაწერილი ურითმო ლექსი. მან აღმოაჩინა, რომ ის ნიშნები, წითელი ფერით დაწერილი, ეს მუსიკალური ნიშნებია. დღესაც კი საქართველოში მუსიკალურმა სამყარომ არავინ არ იცის, რომ ეს ამოხსნილია. 1300 საგალობელი, მანგან 800 ეკუთვნის მიქაელ მოდრეკილს, რაც გადარჩა მიქაელ მოდრეკილის წიგნიდან და კიდევ 8 ხელნაწერია, ნაწილი საქართველოშია შენახული და ის მუზეუმებშია, სვანეთში არის, თბილისში არის. წვირმის სახელი ქვია მაგალითად სვანური სოფელ სადაც განაინახა კინტრიშის სახელობის, რომელიც აჭარაში აღმოაჩინეს მე-20 საუკუნეში, არის ათონის მთაზე და კიდევ სინას მთაზეა ეს გადარჩენილი ეს ხელნაწერები, სულ 9 ხელნაწერია შემორჩენილი. პავლე ინგოროყვამ გაშიფრა და გაშიფრა რა? ბიზანტიელებს თუ ჰქონდათ ეგრეთ წოდებული ნევმები, ნევმა ეს არის, აი რომ წარმოვიდგინოთ, ჩვენ წერთ ასონიშნებით 33 ასონიშანი გაგვაჩნია ანბანში, მაგრამ ეგვიპტელებს და შუმერებს ჰქონდათ იეროგლიფები, იმათ ლურსმული დამწერლობა. ეს იეროგლიფები საჭირო იყო 600 ცალი ჰქონდათ. ნუ პირობითად ძირითადი რაც იყო 600 იეროგლიფი ჰქონდათ ეგვიპტელებს და ერთი მაგდენი ლურსმული ნიშანი კიდე შუმერებს, მაგრამ ჩვენ ხო 600 ნიშანს ასო ანბანში არ ვიყენებთ, 33 ყოფნიც არა? აი ნევმა წარმოიდგინეთ ეს მუსიკალური იეროგლიფია, რომ აიღო რამოდენიმე ბგერა პასაჟი, მუსიკალური პასაჟი, იმას ეს ნევმა განმარტავს. ჩვენთან როგორც ნოტები. ნოტებს ჩვენთან ნოტებია, იქ იეროგლიფებია. ჩვენთან დოდან, დომდე, რედან, რემდე რო წარმოვიდგინოთ, ჩვენ გვაქვს სანოტო სისტემა, ბიზანტიელებს ნევმები ჰქონდათ. კათოლიკეებს ნევმები გააჩნდათ მაშინ იმ საუკუნეებზე ვლაპარაკობ. ნოტები გააჩნდათ ბერძნებს ანტიკურ ხანაში, ძველ წელთაღრიცხვისაში. ოღონდ იმათაც აქვთ როგორ გითხრათ, ეს ნოტები არის 23 ერთეული ნოტია, 3 ოქტავა აქვთ გაერთიანებული. ოქტავა 8 საფეხურიანი არის. დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი, დო, 8 საფეხურია. იმათ აქვთ 23, ანუ 3 ოქტავა ეტევა მაშინ. ჩვენ გვაქვს 1 ოქტავიანი. დოდან დომდე, ან რედან რემდე, ან მიდან მიმდე. ეს დამოკიდებულია იმაზე, ყოველ ჰიმნოგრაფიულ ტექსტს და საგალობელს, რომელიც ჩაწერილია და შემონახულია, იმას მითითებული ქონდა ეს ხმა კილოები, კილო ხმა ერქვა. ბერძნულად შეიძლება იყოს ლიდიური, ფრიგიული, დორიული, მოკლედ იქ ასეთ სახელები აქვს. ჩვენთან პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე. თუ თქვათ იყო პირველი ხმა, ეს არის რედან რემდე. თუ იყო მეორე ხმა, მიწერილი თავშია რა, ხმა კილო, მეორე მაგალითად. ესე იგი ეს არის მიდან მიმდე და ასე შემდეგ. მაგრამ 4 ნიშანი ამ 8 მთავარი ძირითადი მუსიკალური ნოტისაა. ჩვენს ტექსტებში მიქაელ მოდრეკილთანაც 4 ეწერა ზემოთა, სტრიქონის ზემოთ, წარმოვიდგინოთ ეს არის სტრიქონი, 4 ეწერა ზემოთ, 4 ქვემოთ. ქვემოდან მოდიოდა, ოღონდ ჩვენთან იყო ნიშნები. აქ დაინახავდი როგორ იზრდება და აქ შენ უკვე ბერძნებს თუ ჰქონდათ ასო ნიშნება და ყველაფერი დაწერილი, ა ნიშნავდა თქვა დოს, ეიჩი ნიშნავდა ლას მაგალითად, გამიგეთ? იქ ასო ნიშნით ვერ გაიგებ ხმა, აიწევა თუ დაიწევა ხმას როგორ მოძრაობს და ჩვენთან ეს ნიშნები აი ესე მოძრაობს, უკვე შენ ასო ნიშანი აღარ ხდება. ხედავ ხმა მაღლა მიდის თუ დაბლა ჩამოდის. ამიტომ ჩვენი უმაღლესი საფეხურია. ბიზანტიელები აქამდე არ არიან. კათოლიკე ეკლესიაში რომ გალობდნენ აქამდე არ მოდიან. თან ჩვენი სამხმიანია მოკლედ.
ის სამყარო, ერთხმიანი სამყარო, რომელიც იყო, გაცილებით უფრო დაბალ დონეზე დარჩა მუსიკალური ნიშნების მიხედვით, ვიდრე ქართული. პაოლემ ხო ამოხსნა ეს ყველაფერი. სახელმწიფო კაპელამ, ცნობილმა ქართველმა კომპოზიტორებმა ეს ყველაფერი გადაიტანეს უკვე თანამედროვე საუნდტრეკ სისტემაზე. კაპელამ სიონის ტაძარში შეასრულა, ოქროს ფონში ტელევიზიის საზოგადოებრივი არხის ოქროს ფონში ეს ყველაფერი ინახება და შემდეგ ეს ყველაფერი გაიგზავნა და ჩვენ თხოვოთ თქვენს რეჟისორს რომ თუ შეიძლება ეს ეკრანზე გამოაჩინეთ, აი ეს არის იუნესკოს ჟურნალი 1962 წლის მაისისთვისა. აი აქ 5 ენაზე დაიბეჭდა პავლე ინგოროყვას ტექსტი, როგორ ამოიცნო მან ქართული სანოტო სისტემა და შემდეგ ეს ყველაფერი აჟღერდა კიდეც იუნესკოს რადიოში. ნუ ეხლა შეგვიძლია უკვე დავხუროთ კიდეც წარმოვიდგინეთ რაზეა საუბარი. ეხლა მე უცებ დასაწყისში დავიწყე, მაგრამ გადმოვიდი ნოტებზეც რომ რაც თქვენ მკითხეთ პოეზიაზე, ამით დავასრულე, მაგრამ ახლა გავაგრძელოთ გზა. პირველი მსოფლიო ომი დაიწყო. მე 13 წელზე ვყვებოდი და 13 წელს მერე 14 წელი დადგა. პირველი მსოფლიო ომია. რუსეთის იმპერია შემდეგ ინგრევა ამ მსოფლიო ომის შემდეგ. საქართველოს დამოუკიდებელი ხდება. პავლე ინგოროყვა არის ერთადერთი რა თქმა უნდა იყო, მაგრამ ეს არის გამორჩეული 20 წლის ბიჭი, 24 წლის ბიჭი, ყველაზე მეტად მცოდნია საქართველოს საზღვრებისა. ის მონაწილეობდა კონსტანტინოპოლში ჩავიდა 1918-ში მოლაპარაკებები არის, ტრაპიზონში ჩავიდა მოლაპარაკებები არის, კავკასია როგორ უნდა გაიყოს, ჯერ საბჭოთა კავშირი არ შექმნილა. რუსეთის იმპერია დაშლილია იქ სამოქალაქო ომი მიმდინარეობს და საქართველოს შეხვდა მაშინ მოიპოვა, შეიძლება დავარქვათ ახლა ასეც ეს მენშევიკური მთავრობის დროზე მაქვს საუბარი, დამოუკიდებლობა საზღვრებზე მიდის დიდი ჯაბაასი, კავკასია იქნება ეს თუ ევროპა იქნება თუ რა იქნება, თურქეთი იქნება თუ რა იქნება, მოკლედ ტასიაობა ამაზე ყველაფერზე. თავისი ინტერესია. და ისიც კი მოხდა რომ შესაძაც რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ ლენინმა ბრესტ-ლიტოვსკის ზავს მოაწერა ხელი დასავლეთ რუსული იმპერიის ტერიტორიები დაუთმო იქ ევროპელებს. ასევე ლენინმა ათათურქთან ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რითაც მან დათმო საქართველოს და სომხეთის ტერიტორიები, ლაპარაკია ბათუმის ოლქზე და ყარსზე, ის რაც სომხეთისა იყო. და მოკლედ დამთავრდა ეს პირველი მსოფლიო ომი, დამთავრდა ჩვენი მენშევიკების მთავრობაც გაიქცა და ათათურქი უკვე ხელისუფალია თურქეთში. რუსეთში უკვე კომუნისტური პარტია არის, ლენინის ხელმძღვანელობით და თურქებმა დააყენეს საკითხი, თქვენ რომ ხელი მოგვიწერეთო, მიმართავენ ლენინის პირდაპირ ეს საქართველოს ტერიტორია, მაზნიაშვილმა რომ გაათავისუფლა იმ მომენტში, დატოვეთო და რაც ჩვენია, ჩვენ დაგვიტოვეთო. ეხლა მე მინდა მოგახსენოთ შემდეგი რამ. აჭარის დანარჩუნება 5 ძირითად მოვლენას ემყარება. ეს არის აჭარის ქართველობა, იქაურმა ქართველებმა გადაწყვიტეს რომ ჩვენ გვინდა დედა საქართველოსთან ყოფნა. მაშინდელი ხელისუფლება აჭარის ქართველობისა, მემედაბაშიძე, ხიმშიაშვილები და კიდევ სხვა ეს გამოჩენილი ქართველები, რომლებმაც უთავეს ამ საქმეს, რომ ჩვენ აჭარას გვინდა დედა საქართველოსთან ყოფნა. შემდეგ ეს არის მაზნიაშვილი, შემთხვევითობა იყო, ხო? მაგრამ მაზნიაშვილმა საოცარი გმირობა ჩაიდინა, ის რაც გადარჩენილი იყო, მენშევიკები ტოვებენ საქართველოს, აქ ლაპარაკი არის უკვე დამხობილია, წელები შემოდიან და ისინი გადიან, მოკლედ არეულობა არის, პატრონი აღარ აყავს სახელმწიფოს, ჯერ არ შემოსულა საბჭოთა რუსეთი არ შემოსულა ბოლომდე, ისინი გარბიან და მაზნიაშვილმა ის შეკრება შეიძლება შეკრება, ცოტა წითელ არმიელებიც მიახმარეს მას და ის გააკეთა რაც ყველა მისის რომ გააკეთა ეს ეროვნული გმირია. და მეოთხე ფაქტორი არის ის, რომ როდესაც ლენინი ეკითხება სტალინს რა უქნათო რა გავაკეთეთო ხელი მოწერილი გვაქვს როგორ მოვიმოქმედეთო გვჭირდება თუ არ გვჭირდება ბათუმიო და გვჭირდებაო მაგრამ რა უნახდნენ არისიან იმათმა ამიტომ შედგება კომისია თურქულ მაშინდელი აი სომხეთის საქართველოს და აზერბაიჯანის რესპუბლიკები ჯერ არ იყო მაგრამ აი ეს ტერიტორიების ხელისუფალნი უკვე წითელი გაწეთლებულ ხელისუფლებაზე ლაპარაკი მათი მონაწილეობით მოკლედ საბჭოთა კავშირი უნდა იქმნება უკვე ეხლა მოეწეროს და თურქეთთან ლაპარაკობენ აჭარაზე და ყარზე. ამ კომისიაში შეიყვანეს პავლე ინგოროყვა. და მარტო პავლე ინგოროყვა ვიცოდა ის ფაქტი და რომელი ფაქტი 1828 წელს. როდესაც რუსეთის იმპერია უკვე საქართველოს შეერთებული ყავს კიდევ იერთებს და იერთებს სხვადასხვა ძველ ქართულ ტერიტორიებს მაშინ ახალციხიდან განდევნეს თურქები და აი სამხრეთ საქართველოს შემოიერთეს და მაშინ განდევნეს აჭარიდანაც. ოღონდ რუს გენერალს ხელშეკრულების ხელი რომ მოაწერეს რომ აი ეს აჭარაც უნდა შესულიყო რუსეთის იმპერიაში ჯერ კიდევ ეს გუბერნიებიც არაა შექმნილი ინფორმით როგორც რევოლუციამდე რო იყო შექმნილი თურქებმა ასეთი რამ უთხრეს რომ აქ რომ ჩვენო
ჩოლოქი გვიწერიაო, ჭოროხს ნიშნავსო. მოატყვილეს რუსმა რა იცოდა ჭ და ეს ასოები როგორ იყო ქართულში და როგორ იყო თურქულ ენაში, ხო? ერთ-ერთი ასოებით ეწერებოდა, მაგრამ ის ხო ქართული ასოები, ასო ნიშნები არ ეწერებოდა რა. ამიტომ ასე შეიყვანეს შეცდომაში რუსი გენერალი, თორე ჯერ კიდევ 1828-ში აჭარა უკვე უნდა რუსეთის იმპერიაში შეერთებოდა, ანუ დედა სამშობლოსთან ყოფილიყო შემოერთებული. ეს გადაეწია 50 წლით. 1878-ში უკვე მოხდა ეს ამბავი, მაგრამ ის 50 წელი ის ისევ თურქეთის შემადგენლობაში დარჩა, ოსმალეთის შემადგენლობაში. აი კომისიის წევრმა პავლე ინგოროყვამ მან იცოდა მარტო ეს საკითხი და კომისიასაც დააყენა, რომ ის თემა, რომელიც ჯერ კიდევ მაშინ ქონდა რუს გენერალს ხელი მოწერილი და თქვენ რომ შეცდომაში შეიყვანეთო, იქ ჩოლოქი კი არ იგულისხმება, არამედ ჭოროხი იგულისხმება. ამიტომ ეს საზღვარი ჭოროხზე უნდა გადიოდესო. იგივე ჩოლოქი იგულისხმებოდა ლენინისა და ათათურქის ხელმოწერილ დოკუმენტშიც. ოღონდ ეს ჩოლოქ არ ნიშნავს ამ მდინარეს, რომელიც მიკომუნეთან არისო, არამედ ჭოროხში უნდა ყოფილიყოსო. ასე რომ მეხუთე ფაქტორი, მე და ჩამოვთვალე ხუთი ფაქტორი, რომ არა აჭარელი ხალხის სურვილი. რომ არა მემედაბაშიძე და კიდევ ის თანამებრძოლები. რომ არა სტალინმა რო დაარწმუნა ჩვენ ბათუმი გვჭირდებაო. მილსადენებზე რო არის სოფლიოში დღეს ერთი ამბავი, მაშინ ერთი მილსადენი იყო, მარტო ბაქოდან ბათუმში მოდიოდა ნავთობსადენი, მეტი სოფლიოში არც კი იყო. ხო, ანუ ბათუმი დაუმტკიცა და გვჭირდებაო ჩვენ ეს ყველაფერიო. და ლენინმა თქვა მაშინ რა ვქნათო და რა უნდა ვქნათო და არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინათ. მაზნიაშვილი კიდევ ერთი ფაქტორი. და პავლე ინგოროყვა. აი ეს ხუთი ფაქტორია, იმიტომ რომ საქართველოს აჭარა დღეს თავის გულში ყავს ჩახუტებული, ისე როგორც აჭარას საქართველოს. ბატონ დავით, ძალიან საინტერესო არის რა მომენტი. ეს ადამიანი პავლე ინგოროყვა იყო ცნობილი თავისი ნაციონალისტური შეხედულებებით, მათ შორის ამ თემას შევეხებით ჩვენ, რომ გამოსცემდა კიდეც ჟურნალს, რომელიც დაუხურეს სწორედ აი ამ მოტივით, შემდეგ უკვე ბოლშევიკებმა, რომ ზედმეტად ნაციონალისტური ნარატივები არის. ეს ადამიანი მათ შორის იყო საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი, ის იყო მოქმედი პოლიტიკური მოღვაწე, ასე ვთქვათ, იმ პერიოდში. მაშინ, როდესაც მთელი იმ პერიოდის აი ეს პოლიტიკური ელიტა გაიქცა ემიგრაციაში, ეს ადამიანი რჩება საქართველოში. აი ეს ფაქტი როგორ შეგვიძლია ახსნათ, ის ვერ გრძნობდა საფრთხეს პირობი, ხო შეუძლებელია რომ მაშინ მას ეს საფრთხე არ რატომ გააკეთა ეს არჩევანი, რა მუბიძგა ამისკენ, რატო არ გაყვა დაუშვათ მენშევიკებს ემიგრაციაში? ეს არ იყო იმ ტიპის მოღვაწე, როგორც თქვა ქაქუთა ჩოლოყაშვილი. მართალია ბრძოლებში მონაწილეობდა, ოღონდ მენშევიკების თავრობის დროს აი ახალციხესთან ბრძოლები რა იყო თურქებთან ნაპირადად მონაწილეობდა? მონაწილეობა მიუღია მას. ეს კარგადაა გახსრელი, ერთ ციკშია გახსრელი მაშინდელ ავტორებს, ახლა ზუსტად არ შემეშალოს არ დავასახელებ. ეს ახალგაზრდა ბიჭია. როდესაც შემოდის წითელი არმია ორჯონიკიძის მეთაურობით თბილისში, ის გასმონაწილეობს, იქ ისეთი მდგომარეობაა, რომ მოკლედ აი როგორ თქვა, ეს არ იყო სამხედრო პირი, მაგრამ ეს იყო გულანთებული ქართველი კაცი, ახალგაზრდა კაცი, რომელიც ასეთ მოვლენებში მონაწილეობას იღებდა. მაგრამ ის პერიოდი 20-იანი წლები ჯერ კიდევ, ну აი ქაქუცას რაზმში არ ყოფილა, კი ბატონო, მაგრამ აი ეს თავისუფლად მოაზროვნე ხალხი ჯერ კიდევ ხელშეუხებელი იყო, უკვე 30-იან წლებში დახვრეტენ პაოლო იაშვილს და სხვა თავისუფალ მოაზრეებს, მიხეილ ჯავახიშვილს და სხვებს. პავლე ინგოროყვა გადარჩენილია რამოდენიმეჯერ, მათ შორის დახვრეტასაც. მე მოგახსენებთ ასეთ რაღაცას, რომ მისი ცოდნა იმდენად ღირებული იყო, რომ 1934-ში, როცა საქართველოს კულტურის დღეები იმართებოდა რუსეთში, მაშინ სტალინი ხდება ნამდვილია და მას სჭირდება რომ წარმოაჩინოს, რომ კი ბატონო, მე რუსი არ ვარ წარმოშობით, მაგრამ მე იმ ხელა ხალხის შვილი ვარ, რომ ეხლა მთლად ისე მაინც და მაინც უნდა მაკნიებთო. ამიტომ დავალება გაიცვალა, რომ მომზადებული იყო საქართველოს ლიტერატურის ისტორია, აქ მომზადა და ვიქტორ შელეძე იყო მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მაშინ კომუნისტების დროს და მან მომზადა და დახედა სტალინმა ესეთი არ მინდაო, მე მინდა ნამდვილი შეიძლება დაეწერა და დაწერა პავლე ინგოროყვამ, რომელიც მე უკვე იქ სტალინსაც წარუდგინეს და რომელიც წაიკითხეს კიდეც მოსკოვში ამ საზეიმო შეხვედრებზე. საჭირო იყო მისი ცოდნა და იმიტომ გადაურჩა ეს 30-იან წლებში დახვრეტას. 50-იან წლებში მაშინ ლევან გოთუა იყო და კიდევ რამოდენიმე კაცზე იყო, იქ გამოძიება მიდიოდა იმ თავისუფალ მოაზრეების, აი 40-იან წლებში მეორე მსოფლიო ომი მიმდინარეობს, რომელი ძალები საქართველოში შეიძლება გახდნენ დასაყრდენი ფაშისტური გერმანიისა. იქ მაშინ მიხაკო წერეთელია, კედია არის იმ გერმანელების საქართველოში ვინყავთ ამ დამხმარეები და პავლე ინგოროყვამ მაშინ
იცოდა მან განსაზღვრა რომ გერმანია მაინც ვერ გაიმარჯვებდა იმიტომ კი არა რომ მას სტალინი უყვარდა საბჭოთა კავშირი ის არის ერთადერთი ადამიანი ამ მასშტაბის ადამიანი დამოუკიდებლობის საგზე ხელმომწერი რომელსაც თავი არ დაუხრია ჩვენ ვიცით გალაქტიონი ხო რამხელა პოეტია მაგრამ გალაქტიონს ლექსები აქვს კომუნისტური პარტიის მისამართით იმიტომ რომ ეგრე იყო საჭირო განა გალაქტიონი იყო ესეთი პაულე ინგოროყვას არც ერთი რამ არ დაუწერია ეს იყო მეცნიერი თავისი კალამი ხმალზე უფრო და მახვილზე უფრო მჭრელი ქონდა და ის შრომაში საქართველოს ცივილიზაციის ისტორიას წერდა. ეს ერთი წიგნად კი არ დაიწერა, მაგრამ აი ეს ფრაგმენტები გიორგი მერჩულე, რუსთველიანა, სანატო ნიშნები, მეფეთასია, ძველი თაღრიცხვის ქართული მეფეთასია მისი აღმოჩენილია და კიდევ ასეთი ელემენტები, ხეთური იეროგლიფების ამოხსნა და ყველაფერი ეს რომ ერთად დაიდო ჩვენ თვალწინ გადაიშალა ქართული ცივილიზაციის ერთიანი ისტორია, რომელიც ასე არ დაწერილა როგორც ერთი წიგნი, მაგრამ რამოდენიმე ნაშრომი აი ამ სურათს ქმნის პირველ შემთხვევაში. რაც სხვა ჯერ არ გაუკეთებია, რომ წარმოიდგინოთ. რამდენიც ვიცი, აი ამ რეპრესიების პერიოდზე როცა იყო საუბარი, მე რამდენადაც მაქვს ყოველ შემთხვევაში ასეთი ცნობა, რომ მაშინ მაჯორის მწერალთა კავშირში გაიმართა სხდომები ხალხის მტრების ბრჭყალებში წინააღმდეგ საუბარია მიხეილ ჯავახიშვილზე, ტიციან ტაბიძეზე, ბევრ სხვაზე. პავლე ინგოროყვა იყო ერთადერთიო მაშინ, ვინც საჯაროდ თქვა უარი თავის მეგობრების დასმენას. არა, მე ესე არ ვიცი. ეგ საჯაროდ უარი არ უთქვავს და ეგ არც მწერალთა კავშირს არ ესწრებოდა იმ სხდომებს. ეს არ იყო მწერალთა კავშირი. მწერალთა კავშირი რო დაფუძნდა მენშევიკების დროიდან ინიციატორი იყო პავლე ინგოროყვა. ის გამოსცემდა ჟურნალ კავკასიონს, რომელიც 24 ნომერი გამოიცა მარტო და 24 წელს კომუნისტებმა ის აკრძალეს, რომ ამიტომ თავისუფალი არის, იმიტომ რომ იქ დასავლეთ ფრანგული და ბრიტანული მწერლების და პოეტების ისინი ითარგმნებოდა და იწერებოდა, მათ შორის პავლე მონაწილეობდა. შესანიშნავი ჩახურხაიძეების ისტორია, იქ როგორ შემოუარა დედამიწას ლექსებიდან პავლე ინგოროყვას ამოხსნა, მან დაიბეჭდება პირველად შემდეგ უკვე სხვა წიგნად გამოვიდა. თვითონ იყო ადამიანი, რომელიც კალმით შრომობდა. ის არ იყო გამოსული მწერალთა კავშირის სხდომებზე 30-იან წლებში. 20-იან წლებში მან გამოსცა ილია ჭავჭავაძის ათტომეული. საქართველოს ხელისუფალი მაშინ ფილიპე მახარაძეა. ფილიპე მახარაძე არის იდეოლოგიური პირადად მკვლელი არის ილია ჭავჭავაძისა. ის იყო ილია ჭავჭავაძის ამ იდეოლოგიური სამზადისის ავტორი, რომელიც მე ახსულდა კიდეც დიდი ილიას მკვლელობით. 20-იან წლებში წარმოგიდგენიათ ვინმეს დაებეჭდა? ათწომეული ილია ჭავჭავაძისა და იმ მაინც განათლებული პირი არ იყო ფილიპე მახარაძე ის საკადრეს ვითომ პასუხიც კი გასცა და პავლე ინგოროყვა მისი პასუხი გამოიყენა და ამანაც გააკეთა საპასუხო პასუხი. პავლე ინგოროყვა არის პირი, რომელიც შედის სერგო ორჯონიკიძესთან. მან დაიხსნა პირველად ვაჟა-ფშაველას შვილი, რაზიკაშვილი. რო არ დაიოხრდათ, მე ის მაინც დახვდეს. მან დააყენა საკითხი მიხეილ ჯავახიშვილის გადარჩენისა. ეს ასეთი ფაქტი იყო, მაგრამ არა 30-იანებში, როცა ხრეტენ უკვე აი ამ ჩვენ პოეტებს და მწერლებს რეპრესიების დროს. ლაპარაკია 20-იან წლებში. ის იყო, ვინც უთხრა სერგო ორჯონიკიძეს, რომ საზღვარს იქ ნუატარებთო. ლაპარაკია ყარაიას ველზე, რომელიც დავით გარეჯას რამოდენიმე კილომეტრში კიდე 4300 კილომეტრი არის ყარაიას ველი. წარმოიდგინეთ დავით გარეჯის პრობლემა ხო თქვენ იცით როგორია რა? ძალიან წავით დგას ეხლა. დავით გარეჯიდან ვიდრე ტყვარამდე ყარაიას ველი მაშინ დათმო სერგო ორჯონიკიძე. აქ ლაპარაკი არ არის 4 კილომეტრზე, რომელიც დღეს მიითვისეს აზერბაიჯანის და წინა ხელისუფლების რაღაც შეთანხმებით რომ მოხდა და რომ ქედზე რო გადაატარეს საზღვარი. ეს 38 წლის რუკებზე ქედიდან 4 კილომეტრში იყო საზღვარი გავლებული. და ეს დათმო მაშინ წინა ხელისუფლებამ და ახლა ქედზე ამოვიდნენ, მაგრამ 4 კილომეტრი კი არა, 4000 კვადრატულ კილომეტრზეა ლაპარაკი. აქ ლაპარაკი დიდ რაიონზე წარმოიდგინეთ, სერგო ორჯონიკიძე მის დათმო და ამიტომ შევიდა პავლე ინგოროყვა მასთან არის შესული. უბრალოდ ძეგლი არის იქ ტერიტორიაზე, რომელიც იყო მათ შორის დავით გარეჯის კომპლექსის ნაწილი. კი ბატონო, ძალიან ძვირფასი ტერიტორიები. იმ დროზე ლაპარაკობთ ახლა ჩვენ და
ამ რამოდენიმე კაც სწორედ რომ პავლე ინგოროყვა ხელმძღვანელობდა უთხრა რომ ამიწას ნუაზლე არ შეიძლება ამის გადაცემაო და გამწარებულმა სერგორჯონიკიძემ უთხრა კიდეც პავლე ინგოროყვას იქ კი არაო თბილისის ცენტრში გაგიტარებ მაგ საზღვარსო რა შუაშია საზღვრებიო ეხლა უკვე საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა ჩამოყალიბდაო და საზღვრის მნიშვნელობა აღარ გააჩნიაო პავლე ინგოროყვა ეს კაცი პავლე ინგოროყვა დამოუკიდებლობის გზზე ხელმომწერი გიორგი მერჩულეს ავტორი ნოტების ამომცნობი შოთა რუსთაველის ვინაობის დამდგენი თქვენ რომ ბზანეთ ერთ-ერთ გადაცემაში ეს სწორედ უკვე მეორე სხვა ტელევიზიაში ჩვენ ციკლი გვექნება უკვე პირველი გადაცემა იყო შოთა რუსთაველის ვინაობაზე ველაპარაკებთ იქ წამყვანი პავლე ინგოროყვა ამიტომ მის წინააღმდეგ მიდიოდა პრაქტიკულად ბრძოლა ოღონდ დახვრეტაც გადაურჩა იმ ორი ფაქტი მოგიყევით რა შემთხვევაში და რატომ იმიტომ რომ მან ის მაშინ ვერც კი გამოიჭირეს რომ ვითომ გერმანელების მხარეს ყოფილიყო ის გერმანელების მხარეს არც ყოფილა გასო ის არც საბჭოური აზროვნების მეცნიერი ყოფილა ერთადერთი კაცი იყო ვისაც თავი არ დაუხრია არასოდეს საბჭოებისთვის და მაგ სამაგალითო პიროვნება შეიძლება ითქვას პავლე ინგოროყვა არის მოქმედებით არამედ მისი მორალით მათ შორის და ის არის თავისი მოქმედებით სამაგალითო პიროვნება ეს არის კონსტანტინე გამსახურდიას მეგობარი 4 ჩოხოს თავიდან გასიკიდან ერთ-ერთი პავლე ინგოროყვა შავშოხაში გამოწყობილი ის არის ზვიად გამსახურდიას ნათლია ზვიად გამსახურდია პატარა იყო ახალგაზრდა კაცი იყო ახალგაზრდა ბიჭი იყო შეიძლება ითქვას და კონსტანტინე გამსახურდიამ აბასთუმანში ჩაუტანა მაშინ გაუგზავნა წერილები იყო ოჯახიდან მოკითხვა იყო პავლესი და იქ ზვიადის ნათქვამით შეუთვალა აი ზვიადიო შენზე ეს ამბობსო ბიძია პავლესო ვერავინ და ვერაფერი ვერ მოერევაო ზვიად გამსახურდია კონსტანტინეშვილი ხო იყო ის პავლე ინგოროყვას ნათლულიც იყო ის იმიტომ გახდა დიდი პოლიტიკური მოღვაწე ზვიად გამსახურდია მამარო კონსტანტინე გაყოლებოდა ნათლია პავლე ინგოროყვა აბა რა უნდა გამოსულიყო უნდა და თქმა უნდა თვითონაც უზარმაზარი პიროვნება იყო მაგრამ ეს მოსდევდა მას ეს ყველაფერი პავლე ინგოროყვა და მისი მამა საინტერესოა ვისაუბროთ და მივადგეთ ასე ვთქვათ აი ფუნდამენტურ ნაშრომს რაზეც ჰქონდა საუბარი გიორგი მერჩულე ამ ნაშრომს მე როგორც გამიგია შეფასება ერთგვარი რევოლუციური ნაშრომი შეიძლება უწოდოთო იმ გაგებით რომ თუ კი მანამდე ქართული ისტორიკოსების მკვლევარების აქცენტი ძირითადად იყო ხოლმე აი ცენტრალური ქართლის კახეთის როლზე ასე ვთქვათ პავლე ინგოროყვა იყო ალბათ ერთ-ერთი პირველი ვინც სწორედ ტაო-კლარჯეთის როლი წამოწია ხო ამ ნაწარმოებით და ის შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს რომ აი ტაო-კლარჯეთის მხოლოდ რაღაც ისტორიული მხარე კი არ არის ეს იყო ერთ-ერთი ფუძე სადაც საერთოდ აი საქართველოს ერთიანი საქართველოს იდეა დაიბადა და მან მართლაც აი ამ ფუნდამენტურ ნაშრომში ეს ყველაფერი თუმცა რა თქმა უნდა ეს ამ ნაშრომის ასე ვთქვათ ნაწილი შეეხება მათ შორის აფხაზეთსაც აფხაზი ხალხის გენეზის მათ როლს საქართველოს ისტორიაში რაც შემდეგ ბევრისთვის სადაოდ არის გამხდარი. საუბარი რომ წავიყვანოთ ასე ვთქვათ ამ მიმართულებით, აი ამ ნაშრომის როლზე რო ვისაუბროთ საქართველოს ისტორიის ცოდნაში და რამდენად არის დღეს ეს შრომა დაფასებული. გიორგი მერჩულე დაიწერა 50-იან წლებში. ის მისი თავები 50-ში, 51-ში, 59-შიც იბეჭდებოდა ქართულ ჟურნალში, ნათობში და 55 წლის დასაწყისში გამოიცა წიგნად. ის წიგნი იყო 1000 გვერდიანი წიგნი. პირველი ნახევარი პოლიტიკური მხარე, რომელიც შეეხებოდა აფხაზეთს, ტაო-კლარჯეთს და ქართლს, ქვემო ქართლს, იყო პირველი 500 გვერდი პირობითად ახლა. მეორე ნახევარი ეს იყო ჰიმნოგრაფია, რომელიც მან აღმოაჩინა 30 წლით ადრე, რომელიც მე თქვენ უკვე გითხარით. 1000 გვერდიანი წიგნი. ეს წიგნი იყო იმხელა მოვლენა 55 წლიდან დაწყებული საქართველოში, რომ დღეს ხო სუფრა როგორ იხსნება ქართული მშვიდობის სადღეგრძელო ითქება, ღვთისადიდებელი ითქება, ну გააჩნია ახლა რომელ კუთხეში ვართ. მაშინ სუფრა გიორგი მერჩულეს წიგნის დღეგრძელობით იხსნებოდა. მასშტაბი მონუმენტურზე მონუმენტური. ეს საოცრება, ეს თქვენ გეგონოს პავლე ინგოროყვა ვერსიებზე ლაპარაკობს და რაღაცას მოსაზრებებს გვიზიარებდეს. დოკუმენტირებული თავიდან ბოლომდე აფხაზეთი. აფხაზეთის მოსახლეობა ძველ წელთაღრიცხვის მე-6, მე-5, მე-4 საუკუნეებში, პირველ, მეორე, მესამეში, როგორ ჩამოდიოდნენ ადიღეური ტომები, ჯერ დაწყებული აი ქერჩის მონაკვეთიდან როგორ ივსებოდა უკვე მათგან. ის მანამდე ლაზიკა იყო. იქ ძველი ლაზიკა იყო ქალაქი, ასაც ახლა ტუაფსეს რომ ეძახიან, მასთან ახლოს ძველი ლაზიკა ერქვა. იქ მეგრულად მოლაპარაკე ხალხი, მეგრელები ცხოვრობდნენ, კაცო.
ქართველების სიამაყეა სამეგრელოც და ლაზიკაც, ხო? საქართველოს ზოგადად ქართველობის მწვერვალი შეიძლება და არ ხო, მას ის მთელი დასავლეთის სამყარო ჩათვალეთ, რომ მაქედან მომდინარეობს დაწყებული მედეანდან და კიდევ უფრო ადრინდელი აიეტიდან და იქიდან მოყოლებული. დასავლეთ ევროპა და ყველაფერი რაც ევროპულია, ეს მეგრულ საწყისებზეა აღმოცენებული, რომ წარმოიდგინოთ. და ქართულზე კიდევ მთელი აქეთა კონტინენტი, რომელიც აღმოსავლეთში არის. ხლა მას ოდახანე შევეშვათ. დოკუმენტები, ბერძნული ისტორიული წყაროები ყოველი საუკუნით ვინ რას როგორ აღწერს. იქ მაცხოვრებელი ტომები არანაირი აფსუა დღეს რომ აფხაზები ქვიათ ან ჩერქეზი ან ადიღე ტომები იქ არ ცხოვრობდნენ. მათ შემოსახლება ლაპარაკი არის დღევანდელ ტუაფსეს რაიონზე და სოჭის იქთა ტერიტორიებზე დაიწყო ამ წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეში, მეორეში, მესამეში. აქამდე მათ მოაღწიეს უკვე შუა საუკუნეებში სოჭის და გაგრას ტერიტორიას. შემდეგ ნელ-ნელა მოდიან და უკვე მე-14 საუკუნეში ჩდებიან სოხუმის თავზე ვაუყვებით ჩვენ ლიწის ტბისკენ ვაუყვებით იქ ფსხუს დასახლება მე-15 მე-16 საუკუნეიდან შემოდიან. აქედან მე უკვე ჯიქების სახელით ცნობილი ტომი შემოდის სოჭის მხრიდან. აი ეს პროცესი აღწერილი აქვს პაულე ინგოროყვას აქ. და პაულე ინგოროყვას მიერ ეს აღწერილი ეს წიგნი იმ მასშტაბის არის, რომ სოხუმში ამ წიგნის დაბეჭდიდან რამოდენიმე თვეში ამ წიგნის კოცონზე დაწვა დაიწყეს აფხაზებმა. სომხებიც აჯანყდნენ, იმიტომ რომ სომხები ჩვენ გადავებიან გოგარენი არისო კომოკარტლი, ტაოკლაჟეთი სომხური არისო, დოკუმენტებით უმაღლესი კლასის ისტორიკოსია პაულე ინგოროყვა. ეს ყველაფერი აღწერილია, ტაოკლაჟეთი დაცულია, აფხაზეთი დაცულია, კომოკარტლი დაცულია. მასთან მოპაექრე არც ერთი, არც სომეხი, არც ნებისმიერი, არც აფხაზი, არც რუსი ვერ გამოდგება ვერაფერში. ამიტომაც არის რომ არა მარტო მაშინ დაწვეს წიგნები, დღესაც კი პაულე ინგოროყვას ჟრჟოლით ახსენებენ დღევანდელი აფხაზები ვინც გამოდიან. პაულე ინგოროყვას ვინც მიყვებაო, ესენი არიან ჩვენი მთავარი მტერიო. ქართველებმა არაფერი არ იციან. ახალგაზრდა მაკიარა. რამოდენიმე ისტორიკოსს აქ ეს საკითხული და იმ ისტორიკოსებიდან კიდე ბევრი არ აღიარებს პაულე ინგოროყვას. რატომ? იმიტომ რომ ამოიცანი რუსთაველის ვინაობა. დარჩნენ ჩვენი დიდი ისტორიკოსები ამის გარეშე. ამოიცანი ნოტები. რატო არ იციან ნოტების ამბავი მუსიკოსებმა? ეს კომუნისტების დავალება პაულე ინგოროყვა, რომელმაც დამოუკიდებლობის საკითხელი მოაწერა. არც ერთი ნაშრომი არ უნდა გაჟღერებულიყო, რომ დიდი ნაშრომი არის. მთელი 70 წელი ბრძოლა მიდიოდა პაულე ინგოროყვას შრომების წინააღმდეგ. აი მის მიმართ ესეთი მისი კრიტიკოსები, ასე ვთქვათ, სწორედ აი ამას უსვამენ ხაზს, რასაც თქვენ შეეხეთ, რომ მან შექმნა ისეთი ნარატივი აი კონკრეტულად აფხაზებთან მიმართებაში, რამაც შემდეგ გააღვივა ეთნო კონფლიქტიო. აი ეს არის მის მიმართ ასე ვთქვათ ბრალდება, რაც მე მომისმენია თუ შეიძლება ამას უწოდოთ ბრალდება, მაგრამ თუ კი ეს არის დასაბუთებული და დოკუმენტირებული ეს ნარატივი კი არა, მაშინ გამოდის რომ ეს არის ისტორია. დოკუმენტირებულია. ეხლა წარმოვიდგინოთ რომ თქვათ რომ არ ვაწყენინოთ მაგალითად ჩვენს მეზობლებს სომხებს და აზერბაიჯანელებს და თქვათ რომ თბილისი ეს არის დაფუძნებული სომხების, აზერბაიჯანელების და ქართველების მიერ და თქვათ რომ არ გაბრაზდნენ ისინი ნარატივი არ შემოვიტანოთ რომ არ თქვათ ახლა ბატონო ისეთი რამ რომ ისინი გაბრაზდნენო. სწორი მიდგომა არის. ვისი დაფუძნებულია? ასე თუ დაუთმეთ, ყველაფერი უნდა დაუთმოთ. ის მაგიტოა, მაგაზია ლაპარაკი, კაცო, შენ სიმართლე თქვი. აქ ლაპარაკი იმას, აქ ეთნო კონფლიქტი დაშუაშია, კაცო. არასოდეს არ უთქვავს პაულე ინგოროყვას, რომ ვინმე აქედან გაასახლებოდა, ვინმე აქ არ უნდა ცხოვრობდესო. ისტორიამ როგორც მოიტანა, ისე მოიტანა, მაგრამ ეს იმას არნიშნავს, რომ იმ უნდა გაგაგდო შენ. იქ მაცხოვრებელი და იმ ადგილის მკვიდრი მოსახლე. ის თუ ცხოვრობს 500 წელიწადია და ქართველ თუ ცხოვრობს 3000 წელიწადია, ეს იმას კი არნიშნავს, რომ რომელიმე უნდა დატოვოს ეს ტერიტორია. ლაპარაკი ერთმანეთს პატივის მაგრამ ის რომ გეუნება ეს აფხაზური არისო. აფხაზური მარტო იმაზე კი არ ლაპარაკობენ, იმად მადა აქვთ მოსული. სამეგრელო სიქაურია უკვე და მარტო ეს კი არა. ქუთაისი უნდა დედაქალაქად. ქუთაისი ატო აწყდებენ იმის ძმაო აიეტიო და კიდევ აფსაროსიო კაცო. აფს რახან წერიაო, ესე კი აფსუა არისო. აფსაროსიო მედიას ძმა არისო აფხაზიო. ეს აფხაზეთი იყო ქუთაისიო. დაუთმოთ მაშინ. უნდა დაუთმოთ. და აქ ჩვენ ხომ ტყუილს არ ვამბობთ არა? პაულე ინგოროყვა ტყუილს ხარ ამტკიცებდა, დოკუმენტებით მოყავს თუ კი შენ გადმოსული ხარ კაცო. და ჩვენ პატივს გცემთ. მაგალითად პაულე ინგოროყვას ჰქონდა
მთელი პროგრამა შემუშავებული, აი თურქ მესხებს რო ეძახიან. როგორ უნდა მომხდარიყო იმ მართლაც მესხური წარმოშობის, ბევრი მართლა მესხური წარმოშობის გათურქებული ხალხი ცხოვრობდა. როგორ უნდა ყოფილიყო სკოლა დაწყებული და ყველაფერი დაწყებული, იმათი გადმოქართველება, როგორ ვინც იყვნენ იქ დაბრუნება. ანუ ის ასე უყურებდა ამ ყველაფერს, ის არ ამბობდა რომ თურქი მესხები გავასახლოთ, ის ამის შემოწინააღმდეგე იყო თუ არა ხო, მე არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მისი პროექტები ამას არ ითვალისწინებდა რომ გაასახლოთ აქედანო. არც აფხაზებზე არ უკადრებია ეს მათთვის. აქ ჩვენ საუბარი რაზე გვაქვს იცით? ეს მიზეზები დღეს არის ძალიან ჩამომცრობილი. პრაქტიკულად არიან სოხუმის უნივერსიტეტის აფხაზეთიდან წამოსული მეცნიერი, თბილისელი მეცნიერები, რომელიც ეპაექრებიან აფხაზის თვითონ ისტორიკოსებს. მაგრამ ეს არ არის სახელმწიფო დონეზე აყვანილი. იმიტომ რომ ფიქრობენ რომ ეს არ გამოიწვიოს, აქ ლაპარაკი არ არის, უნდა გამოიხატოს პატივისცემა აფხაზების მიმართ. იმ აფხაზებს, ვინც თავის თავს აბსოლუტს ეძახის, უნდა პატივისცემით მოვეპყრათ. ეს ძვირფასი სახელწოდებაა მათთვის, ჩვენ მას არ უნდა ვაკადროთ არაფერი. ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ შერჩეთ სიმართლე უნდა იყოს ქართველების დახოცვა და თავისი სამშობლოდან განდევნა. ჩვენ უნდა მივახციოთ ამას, როგორც უნდა მივახციოთ, სხვისი პატივისცემით, თუ ის ადამიანები ამ პატივისცემას არ მიიღებენ და არც უნდათ რომ მიიღონ, ისტორია ამას ეს შეიძლება ჩვენ თაობას აღარ მოვესწროს ამ ყველაფერს, მაგრამ ისტორია სამართალს მაინც აღადგენს, იმიტომ რომ ის ეკლესიები, ის ტოპონიმიკა, რომელიც არის, ის მეგრულია, კაცო. აფხაზეთი დიდი სამეგრელოა. ეს არ არის მარტო რა თქმა უნდა სვანების დიდი სვანეთის ნაწილიც იყო ქართველების ნაწილიც, მაგრამ ეს სამეგრელოა საბოლოო ჯამში. სამეგრელო იყო, ქუთაისიც სამეგრელო იყო, ვაგონია თქვენ აი იყო 3000 წლის წინ და ეს მთელი ვიდრე სამსუნით და იმით დამთავრებული, სინოპი დამთავრებული, ეს სულ ლაზურ მეგრული, ეს ჭანურად მოლაპარაკე ხალხია. და ისინი რა არ იმსახურებენ სიმართლეს და მარტო აფხაზები იმსახურებენ თუ რა, რომლებიც სულ რამოდენიმე საუკუნეა რაც აქ ცხოვრობენ. ისტორიული კოლხეთი და აქ თუსაც ჩვენ ლაპარაკობთ იმაზე, აქ 500 წელს და 8000 წელს კი არა აქ მნიშვნელობა. პატივისცემა უნდა ყოველას, მაგრამ ნუ მომკლავდა ნუ გამაგდებ, ჩემი აშენებული ეკლესია, იქ ქართული წირვა დგებოდა, ქართულ ენაზე დგებოდა, კი იყო სამეგრელო, მაგრამ იქ გადაწყვეტილება ასე იქნა მიღებული, სწორედ რომ კოლხეთის სამეფოს პერიოდებში ის ქართული ენით აღევლინებოდა წირვალოცები. ეს ერთიანი სამყარო, ერთიანი ორგანიზმია. იქ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მეგრელები უფრო მეტი ქართველები არიან, ვიდრე ჩვენ, იმიტომ რომ უფრო მეტ ქართულ ენას ფლობენ ქართულსაც და მეგრულსაც. ჩვენ მეგრული არ ვიცით, ნორმალურია ახლა ესა? არა, გეთანხმებით რა თქმა უნდა და ის რომ არის ხოლმე საუბარი რომ აი თუნდაც სკოლებში უნდა ისწავლებოდეს. მე ძალიან მომხრე ვარ ამისი იმ რეგიონში რა თქმა უნდა, იგივე სვანურ ენასთან დაკავშირებით, იგივე მეგრულ ენასთან დაკავშირებით, ეს სხვა ენა კი არ არის, ჩვენი ენაა, ეს იგივე ქართული ენა არის, ხო მართალი არის. ქართველური ენები ქვია ამას. ხოლმე დაპირისპირება საზოგადოებაში მე ძალიან მიგვირს და მაშინ სამეცნიერო წრეებში ამას ქართველური ენები ქვია, მაგრამ ჩვენ მას შეგვიძლია უწოდოთ ქართულსაც იბერიული, მეგრულს და ლაზურს კოლხური. შეიძლება ყველას ერთად ეწოდოს კოლხური იბერიული და არა მარტო ქართველური. აქ ტერმინის მნიშვნელობა გააჩნია. რომ ამბობთ რომ ეს ქართული ენა, ეს არ არის სწორი განსაზღვრება. იმიტომ რომ ქართული ენა, მეგრული ენა, სვანური ენა, ქართული შეიძლება დაარქვა, როგორც სამეცნიერო ტერმინი. კი ბატონო, მაგრამ რომ თქვა კოლხური იბერიული რა დაშავდება ამითი? უფრო მოვღონიერდები და უფრო მეც გავიგებ და როდესაც ჩვენ მეგრულ ენაზე ვლაპარაკობთ ლაზურზე და სვანურზეც სოფლიო ტოპონიმიკის და სოფლიო ენების, დიდი ენების, ინდოევროპულის, ამერიკელი ინდიელების და აზიელების და იმათი მეგრული ენა გასაყებია და როგორ უნდა ამოხსნა შენიქაური ხა ჩვენ პავლენ გორღოს მართლა დავშოვდეს, მაგრამ ლაპარაკმა მოიტანა ხო რომ მეგრული ენა გაგიმარტავს ხო იცით იარაღი ამერიკული ინდიელებისა თომაჰოკი ხა დამაგაო კროიზახია თომაჰოკი ნაჯახი ხო იცით როგორ ნაჯახიც არის ხო იცით თავი რო გადაპარცული ინდიელებს ყოველთვის იროკეზი ხო იროკეზი და სულ ეს იპარსავდნენ ისინი თავს ამ ნაჯახით და თომაჰოკი ატოქია ისეთ თომა არის მეგრულად, ხოკი კიდე ხოკვა, ანუ გაპარსვა. მეგრული სიტყვებია, თომა ხოკი, ინდიელებმა არ იციან, არც ამერიკელებმა არ იციან, არც არავინ არ იცის. საინტერესო კი არა, ასობით სიტყვა, მეგრული ენა განმარტავს ყველაფერს. კანადაზე ხო ლაპარაკია, რომ უნდა რომ წაიღოს ახლა ტრამპა იქ ალბერტას ტერიტორიები, იქ მეზობლად არის კიდე მანიტობას პროვინცია, უზარმაზარი პროვინცია. ამდენი ტბა, იცით იმ მანიტობაში 110,000 ტბა არის. კანადის ერთ პროვინციაში და მანიტობა ქვია იმ პროვინციას და მანიტობა რას ნიშნავს იცით? ლაზურად მანი, ის ინგლისური მენია, ბევრი. ეს არის ხშირად უწყვეტად
ტობა კიდევ ტბა არის, ტობა ვარჩხილი ხომ გაგიგეთ? ვარჩხილი ვერცხლის. მანიტობა ბევრი ტბა არის, მეგრული სიტყვა ინდიელებმა დაარქვეს თავის პროვინციას. მეგრული განმარტავს იმ ინდიელებმა არიციან. ხლა ამას თავი დავანებოთ, ხლა გადავედი, მაგრამ არ დაგვაუწყდეს რომ პაულე ინგოროყვა არის ხეთური იეროგლიფების ვინც ამოხსნა. ეს წიგნი არ დაბეჭდილა კომუნისტებმა ეგრიც არ დაბეჭდეს გიორგი მგელაძეს აქვს ჩემთვის მოთხრობილი გიორგი მგელაძე ეს თვითონ ცნობილი რეჟისორია მისი მამა გუგული მგელაძე კიდევ უფრო ცნობილი რეჟისორია ფესვების ავტორი და ეს ადამიანები პაულე ინგოროყვა გუგული მგელაძე და გიორგი მგელაძე ერთ სახლში ცხოვრობდნენ იმიტომ რომ გუგული მგელაძე პაულე ინგოროყვას სიძე იყო გიორგი მგელაძე პაულე ინგოროყვას შვილიშვილია ის ბოლო ადამიანი შეიძლება ითქვას dass პაულე ინგოროყვა თავის გარდაცვალებამდე ბოლო 2 წელიწადში ელაპარაკებოდა უმხელდა თავის აზრებს გიორგი მგელაძე იყო თავის შვილიშვილთან ის მაშინ იყო 14 წელს იმედი მაქვს ის რომ მოყვება აბა ის მოყვება რასაც მოყვება ეს დიდი ქართველების საბუდარია, დიდი ოჯახია. ეს საოცარი ხალხი იბადებოდა ამ სახში, არ ვიცი რა დაანათლა ასეთი ღმერთმა, მაგრამ აქ მოღვაწეობდა პაულე ინგოროყვა, ვერაზეა მათი ბინა. მოღვაწეობდა გუგული მგელაძე, ფესვები და კიდე სხვა ფილმები ხო საოცარებაა. გიორგი მგელაძე მოღვაწეობს დღესაც, მისი შვილი ლუკა მგელაძე კიდევ შვილიშვილიც საოცრება ხდება მოკლედ ამ ოჯახში და თუ დაუძახებთ ბატონ გიორგის და გაესაუბრებით ძალიან კარგი იქნება. საინტერესოა თქვათ, აი რამ გამოიწვია, კაი, მაშინ გავიგეთ რომ იყვნენ კომუნისტები და მათ ასე ვთქვათ იდეოლოგიური წინააღმდეგობა ჰქონდათ შეიძლება ამ ნაციონალისტურ ნარატივებთან, როგორც აღიქვამდნენ ყოველ შემთხვევაში პაულე ინგოროყვას შრომებს და მაშინ გასაგებია რომ ხდებოდა ბრძოლა, მასთან პირდაპირ ბრძოლა ამ სიტყვის პირდაპირ გაგებით რომ აი თქვენს თქვით არ უბეჭდავდნენ წიგნებს, ან ხდებოდა ცენზურა ამ ყველაფრის, დახვრეტას გადაურჩა ადამიანი. დღეს ხო არ დამოუკიდებელი სახელმწიფო. დღეს რატომ არ ხდება? ანუ რატო არის მისი როლი ერთგვარად? არ ვიცი, ჯერ თუ დამეთანხმებით ამ შეფასებაში, რომ მისი როლი არის ერთგვარად დამცირებული, შეკვეცილი, მაშინ როდესაც შეიძლება რომ მისი შრომები გახდეს ბევრად უფრო მასშტაბური, ასე ვთქვათ, ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ხდებოდეს ამ ყველაფრის პოპულარიზაცია. დღეს ხო მაინც ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა და დღეს ხო წესით სახელმწიფოსთვის უნდა პირდაპირ ჯდება პაულე ინგოროყვას შრომები პირდაპირ დამოუკიდებელი თან იმ პრობლემების მქონე ქვეყნისთვის როგორც ჩვენ ვართ, რომელსაც აქვს დემოგრაფიული კრიზისი, რომელსაც აქვს კულტურული კრიზისი, საკუთარი თვითშეფასების კრიზისიც კი ალბათ, ხო? იმიტომ რომ მე ბევრჯერ ამ ქვეყნიდან ხალხი გარბის ნაცვლად იმისა, რომ გვესმოდეს, რომ ეს არის ჩვენი სახელმწიფო და პირიქით აქ დამკვიდრებაზე ვიყოთ ორიენტირებული. აი პაულე ინგოროყვა არის სწორედ ალბათ ის მეცნიერი, ის ავტორი, რომლის მიერ შექმნილი ეს შრომები პირიქით უნდა გამოიყენოს სახელმწიფომ ესეთ დროს. დღეს რა ხდება, რატომ არის მისი როლი ერთგვარად დამცირებული, თუ შეიძლება რომ ეს ტერმინი ვიხმაროთ. პაულე ინგოროყვას წინააღმდეგ ჩვენ თქვით, რა ძალები მოქმედებდნენ. ეს ისტორიკოსები არც არ დასულან. როგორია, ახლა შენ კომუნისტების დროს რომ იყავი ისტორიკოსი და პაულეს წინააღმდეგ რომ წერდი. ესეთები კრიტიკულ წერილებში 80%, 90%. პაულე ინგოროყვას რუსთველი ენას მაგალითად გვერდს უმაგრებდა სიმონ ყაუხჩიშვილი, გიორგი ახვლედიანი, ნოდარ დუმბაძე, გიორგი ლეონიძე და კიდევ იყვნენ ხალხი. მაგრამ ეს ხალხი თუ იყვნენ 10-ნი, მის მოწინააღმდეგეები იყვნენ 100-ნი. დიდი ჩვენი მეცნიერები. მე ხალხებს არ ვლაპარაკობ, არ მინდა რომ ეს თემა შემოვიტანო. ეს ცხოვრება მეც რო ყოფილიყავი შეიძლება იმ დროს მეც მოწინააღმდეგეთა რიგაში აღმოჩენილიყავი. დიდი ხალხია ლაპარაკი იქა. აქ სამეცნიერო პაიქრობა მიმდინარეობს. ანუ აქ მე არ ვლაპარაკობ რომ ვინმე ცუდი იყო და ვინმე კარგი იყო. მე ვლაპარაკობ რას იყო ამ შემთხვევაში. და ამას იმიტომ არ ვუმობ რომ ვიღაცა დავამცრო. არც ერთის დამცრობა არ შეიძლება. იმიტომ რომ ისეთი რეჟიმი იყო მოკლედ დავანებოთ ახლა ამას თავი. დღევანდელ დღეს აი ეს ისტორიული ტრადიცია გრძელდება. პაულე ინგოროყვას ჯერ კიდევ არ იღებენ. ვის აღარ შევხვდი. ფილმი, დოკუმენტური ფილმი გადავიღე პაულე ინგოროყვას, მე და რუსიკო ძნელაძემ, პაულე ინგოროყვას მიერ აჭარის საკითხზე, იმ ფილმში არის მუსიკალური ნოტების ამოხსნაზე. დოკუმენტური ფილმი არსებობს. თუ თქვენ აჩვენებთ დოკუმენტურ ფილმებს, მე შემიძლია გითხრათ და გავუშვით. ნახევარსაათიანი ფილმი შესანიშნავია. დიდი სიამოვნებით, კარგია რომ პირდაპირ ეთერში გითხარი და აუცილებლად. პაულე ინგოროყვა არის მასწავლებელი რამაზ პატარიძისა. რამაზ პატარიძეს იცნობ თქვენ? იცით რამაზ პატარიძის ღვაწლი როგორი არის? რამაზ პატარიძე არის ავტორი წიგნისა ქართულია სომთავრული. ქართულია 10 წელი ჩემი მასწავლებელი იყო პაულე. ბატონი რამაზი გარდაიცვალა 5 წლის წინ და მასზე 1 საათიანი ფილმი გავაკეთეთ. ქართულია სომთავრული ანბანი. ეს არის
კაცობრიობის ინტელექტის მწვერვალი, რომელსაც არ აღიარებს ჩვენი მეცნიერება. ეს არის ეგვიპტური ცივილიზაციის და შუმერული ცივილიზაციის მათი საღვთო პანთეონების ნაერთი, უზუსტესი კალენდარი, ასტრონომიული კალენდარი და კიდევ საოცრებად და საოცრებით მთელი კასკადებია 35 ქართულ ასომთავრულ ასო ნიშანში. არ აღიარებენ ამას. ამას შემდეგ მოყვება ამ ასომთავრულზე ალიკო ცინცაძე ხომ გაგიგიათ? ალიკო ცინცაძეს ახლა მე არ ვიცი, მაგრამ უცებ მიხვდა ვიღაც ერთი ადამიანი და მას უკვე ფაკულტეტი შეიქმნა მისი სწავლების გავრცელებისთვის, უკვე რაღაც სიახლეები ხდება, რაღაცა იხსნება ახლა. ალიკო ცინცაძემ აღმოაჩინა, რომ არა მარტო კალენდარია ამ ასონიშნებს ჩადებული, არამედ ჩვენი ქართული, მეგრული, ლაზური და სვანური ენები მათემატიკაზეა აგებული. შინაარსია აგებული, მეგრული ღორონთ ღმერთი, ღორონთ, რომ ავიღოთ ღ, ო, რ, ო, ნ, თ და ყველა ასონიშნავს ხო თავისი ნომერი გააჩნია მწკრივში. აი, თავისი რიგითი ნომრით, ადგილით. ღ არის 25 მაგალითად, ო არის მე-16 ასე რომ შეკრიბო 99-ს მიიღებ. და მათ გააჩნიათ ასევე რიცხვითი მნიშვნელობა მაგალითად რ მე-19-ია და 100 უდრის, მე მოდის 200, 300, 400. მოკლედ რიცხვებიც იქიდან დგებოდა. ჩვენი კალენდარი ჩ, ღ რაღაცა რომ ეწერებოდა ქართლის ცხოვრებაში. ამას ნიშნავდა ჩ იყო 1000 მაგალითად და ღ იყო მაშინ ესეთი რიცხვების სისტემა არ არსებობდა. ეს ასონიშნავს რიცხვის შესაბამება. რიცხვები რო შეკრიბო 999-ია. 99-ის და 999-ის შემთხვევითობა არის 100 მილიარდში ერთი. ან უნდა იყოს 100 მილიარდი ანბანი, რომ ერთი სიტყვა ესეთი გამოიტანოს, ან ერთ ენაში თქვა მეგრულში უნდა იყოს 100 მილიარდი სიტყვა, რომ შემთხვევით ეს კომბინაცია დაჯდეს. ეს ალიკო ცინცაძეს აღმოჩენა ერთი ასეთი ასობით სიტყვა ქართულში, მეგრულში, ლაზურში და სვანურში. ეს არის სისტემური. ეს სისტემურია ყველაფერი. ეს აღემატება ყველას და ყველაფერს. რომელი ფინიკიური ანბანი, რომელი ბერძნული ამბავი, რომელი ისინი პატარა ბავშვებიც კი აღარ არიან ამ ფონზე, ეს გიგანტია. მათ შორის ბატონი პავლეს ცხოვრების შრომა, ასე ვთქვათ, მათ შორის მიეძღვნა იმას, რომ დაედასტურებინა, რომ ქართული ანბანი ბევრად უფრო ძველია, ვიდრე ამ ამასაც გეტყვით ახლა როგორ დადასტურდა, ეს კიდევ ერთი საოცრებაა. ახლა ამასაც მოგიყვებით. ჩვენ დრო რამდენი დაგვჭირდა, რამდენი გვაქვს? გვაქვს, გეტყვით. მე შეიძლება დავამთავრებ ამას. კიდევ უზარმაზარი ჩვენი მეცნიერი ანა მესხი, რომელიც ასევე პავლე ინგორო ყვა, ერთ-ერთი წყარო მისი წიგნებისა, რომელიც გამოიცემა ლინგვოკულტუროლოგია. საოცრება ხდება, რა ხდება შუმერში, რა ხდება ეგვიპტეში, რა ხდება ნეოლითურ ხანაში და წინა პალეოლითში და რა ხდება, რა სიტუაცია მდგომარეობა არის. ქართველური არის განსაზღვრელი მთელი პროცესებისა. ჩვენ ისტორიკოსებს, მეცნიერებს ვერც კი წარმოუდგენიათ ხანდახან როგორ შეიძლება ეს სიმართლე იყოს. ამიტომ როცა ჩვენ ლაპარაკობთ, რომ საქართველოს დღეს იდეოლოგია არ გააჩნია და გვინდა რომ საქართველოს სახელმწიფოს, როგორც სახელმწიფოს და როგორც ერს და როგორც უზარმაზარ ცივილიზაციურ მოვლენას გააჩნდეს თავისი იდეოლოგია, ამ იდეოლოგიის საძირკველი, რა თქმა უნდა ილია ჭავჭავაძეა, რა თქმა უნდა ივანე ჯავახიშვილია, რა თქმა უნდა არიან, მაგრამ ერთ-ერთი ქვაკუთხედი, აი ილია ჭავჭავაძის მასშტაბისა, შოთა რუსთაველის მასშტაბისა, სულხან საბასი და კიდევ რამოდენიმე ადამიანი, ვინც აი ხუთეული რომ წარმოვიდგინოთ, ნუ 10-ეული კი კიდევ თქვა. იქ ერთი პავლე ინგორო უნდა იყოს. იმიტომ რომ თანამედროვე ქართული სახელმწიფოს და მომავალში ჩვენი გადარჩენის იდეოლოგია პავლე ინგოროყას გარეშე არ არსებობს. ეს ახლა ჩვენ ყველაფერს ვერ ვასწავლებთ რომ მოუყვე და ეს არ გამოდის. რაც შეეხება ანბანს, არმასთან იყო გათხრები 1940 წელს, იქ საოცარი აღმოჩენები ამოვიდა, მათ შორის არის ერთი ლანგარი, დაახლოებით ასეთი ზომის ლანგარია, რომელსაც ორენოვანი წარწერა გააჩნია. მე ფლავიოს დადე ჩუქნი ბერსულმა პიტიახს ამ ლანგარს. მოკლედ ბერძნული წარწერაც არის, მოკლედ იმაზე და არამეული წარწერაც არის. თუ მოკლედ ბერძნული წარწერა არის იქ რა. თავარი წარწერას რომ ბერძნულად წერია ეს ყველაფერი. ფლავიოს დადე ისტორიული პირია პირველი საუკუნისა, ბერძნულმა პიტიახში ისტორიული პირია პირველი საუკუნისა, როგორც ჩვენ წყაროებში ასევე უცხოურ წყაროებში ესენი მოიხსენიებიან. და დგინდება რომ ეს ლანგარი პირველ საუკუნეს ეკუთვნის და ამ ფლავიოს დადე ამის სიტყვები ამის სახელი იწყება ფ-დან და დ-დან ფლავიოს დადე ბერძნულმა პიტიახში ბ და პ-ს ფ დ ბ პ-ს ასე რომ წარმოვიდგინოთ
გადასცა საჩუქრად ლანგარი. აი ეს წარწერა რომ წარმოვიდგინოთ ლანგარზე, აი ამ წრეზე 100-ია გვერდზე კიდეზე დაწერილი. ხოლო შუაში ცენტრში რომ წარმოვიდგინოთ, აი ცენტრში ამადგას წარმოვიდგინოთ, აქ არის 4 ნიშანი. ორ-ორი შეერთებული, ამას ლიგატურა ქვია. ფლავიოს დადე PD ფდადო რომ ერთად შეაერთო, წაიკითხავ ფ-საც და D-საც, ლიგატურა ქვია ამ მეთოდს. და მეორე არის, ოღონდ ესე კი არ წერია ზუსტად. ეს ესე წერია. როცა იყო ეს ლანგარი ფლავიოს დადესი, ფლავიოს დადემან მისმა ქვეშემდომა P და D ამოტვიფრა ლიგატურით ასე დაწერა, როცა გახდა დაჩუქეს და ბერსმოპიდიახში საგახდა, ეს ლაპარაკია ქართლის მთავრებზეა ლაპარაკი, ერთმა მთავარმა, მეორე საჩუქრ მეორე მთავარს. იქ კიდევ იმან B და P დაწერა, ოღონდ აქ თუ ესე წერია, აქ ესე წერია. 4 ასო ნიშანი, ასო მთავრული პირველი საუკუნისაა უკვე. აღარ ლაპარაკობ ზულზე და ზულზე, ლაპარაკია უკვე. ივანე ჯავახიშვილმა დაწერა. ქართული ასოებია. ქართული ასო მთავრული და შესრულებული და ეს ლანგარი სადავს ესეით. საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, რუსთაველზე. რომ ჩახვალთ მთავარ საგამოფენო დარბაზში. შეხვალთ თუ არა მარჯვენა კედელზეა ეს ყველაფერი ჩამოკიდებული. საინტერესოა, მაშინ ჩვენ რატო გვასწავლიან რომ ყველაზე ძველი ბოლნისის იონი. საინტერესო კი არა, ეს არის ამოსაძირკვი ყველაფერი უკვე, გასულ. ბოლნისის ტაძარი კიდევ ის რამას პატარაძის მახმოაჩინა, ის არა მეხუთე საუკუნისა. იქ ვინც მოიხსენიება, ის არ არის ის კაცი, ვისაც მოიხსენია, ის უფრო ადრე ცხოვრობდა. ის კიდევ უფრო ადრეული საუკუნეების არის და არა მეხუთე საუკუნეში მომწერენ. მუზეუმში ლანგარი კიდია, ასოები ჩანს, ჩემს 1 საათიან ფილმში, ჩემი და რუსიკოს 1 საათიან ფილმში. ეს გადის ხშირად, რომელსაც ქვია დამწერლობის ისტორია. ამას ყვებიან ლანგარს აჩვენებენ, ასოების დაწერილია. პირველი საუკუნეა. მუზეუმშია ჩამოკიდებული. მეტი რაღა უნდა გააკეთოს ადამიანმა, კაცო. ძალიან საინტერესოა. ეს ყველაფერი საქართველოში ხდება, ამიტომ საქართველოში კომუნისტური რეჟიმი არ მომკვდარა საქართველოში. პოლიტიკურ უბედურებას თავი დავანებოთ, ეს აღარც კომუნისტურია და აღარც კაპიტალისტური, ციცონას ვერ გაუგიათ ამ პოლიტიკოსებს სად მდებარეობენ. აქ ლაპარაკია ქართული ეროვნული იდეოლოგია, ქართული ასომთავრული ანბანი. ნამდვილი ქართული ისტორია. შოთა რუსთაველის ვინაობა ეს დაბრუნდება. შოთა რუსთაველი ძალიან მალე. ამას მე კი არ ვაბრუნებ. ჩემი აღმოჩენა არაფერი არ არის აქედან. ჩემი ამოცანა, როგორც ჯარისკაცი დავდგე პავლე ინგოროყვას, რამაზ პატარიძის, ალიკო ცინცაძის, ანა მესხის სამსახურში და რასაც ახლა ჩვენ ვაკეთებთ ერთად, ეს გავაკეთო აწი. აი ბატონო, დავიწყოთ შორის ერთ-ერთი მომხმარებელი გვიწერს. რომ როსტომ ჩხეიძეს აქვსო დაწერილი წიგნი, სწორედ ეს წიგნი ბოტანილი აქვს. აწაჩვენეთ. კი ბატონო, პავლე ინგოროყვას ცხოვრების შესახებ, როსტომ ჩხეიძის ავტორობით ეს წიგნი და სასიამოვნოა, რომ ასე ვთქვათ, მაყურებელმაც გაიხსენა. მოდით ერთ ისტორიას მოვყვები კიდევ. პავლე ინგოროყვას დედამიწაზე ყოფნის უკან აწყლინი დღეა, ის გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მას პატრიარქმა ილიამ მასთან გააგზავნა ეპისკოპოსი თადეოზი და საჩუქრად ბიბლია გადასცა. თადეოზმა მუხლი მოიყარა მის წინაშე, აი იმ სახლში, სადაც დღეს გიორგი მგელაძე ცხოვრობს, იმ სახლში ხდება ეს ყველაფერი და ეს პატრიარქის საჩუქარი მიართვეს, უკვე ავათ არის, უკვე 90 მინიტანებული არის პავლე ინგოროყვა. და შემდეგ ასეთი ისტორია ხდება. პავლე ინგოროყვა რო გარდაიცვალა 1993 წლის ნოემბერში. გადაწყდა რომ ის დაეკრძალათ დიდუბის პანთეონში. სახლიდან გადაასვენეს მწერალთა კავშირში. თავისუფლების მოედანთან. და როსტომ ჩხეიძემ, ნიკოლოზ ანებლიძემ, მერაბ ღაღანიძემ, ლადო ჭელიძემ, რომელთაც პავლიკიანელებიც კი ერქვათ ახალგაზრდობაში, პავლეს მიმდევრები იყვნენ ისინი და ამიტომ მათ მოაწყეს საღამო პავლესი 1980 წელს, როდესაც აკრძალული იყო პავლე ინგოროყვა. პავლე ინგოროყვა აკრძალული მარტო იმით კი იყო, რომ გიორგი მერჩულე მის ტომეულებში არ დაიბეჭდა. აკრძალული იყო ეს ადამიანი, რომ გამოჩენილი იყო, ყოფილიყო, ლექციები წაეკითხა, არ შეიძლებოდა. ის იყო უარყოფილი კომუნისტების მიერ. დამოუკიდებლობის საკითხზე კაც ხელი აქვს მოწერილი. როგორ წარმოგიდგენ კომუნისტები ხლა იმას გამოუშვებენ საზოგადოებასთან. და ამ ახალგაზრდა კაცებმა, ასევე ოჯახის წევრებმა, გუგულიმ და გიორგი მაშინა 14 წელს იყო ახლა გიორგი ამ გადაწყვეტილებას თქმა თვითონ არ მიიღებდა, მაგრამ გუგული წინ ვინც მოუძღოდა ამ პროცესიას. უშიშროებას ჰქონდა ეს ყველაფერი კონტროლის ქვეშ აყვანილი დაკრძალვის პროცესი. მათ ვერ წარმოედგინათ, რომ ეს მოხდებოდა, რაც მოხდა და მოხდა. თავისუფლების მოედნიდან
დიდუბის პანთეონამდე ხელით მიასვენეს პავლე ინგოროყვა. გაგიჟდა, გადაერია სპეცსამსახურები, რომ გაეჩერებიან პროცესია. რუსთაველზე მიდიან. გააჩერეს მთაწმინდისკენ შეატრიალეს ეს სასახლე. პავლე ინგოროყვას მიასვენებენ. ადის როსტომ ჩხეიძეადის იქ ხაშუათვის ზარს რეკავს. მოკლედ. მერაბ კოსტავადას ვეთ გამსახურდა და კიდევ დისიდენტები რომ დაიჭირეს. იქ იმ დროს იყო ორი მოვლენა კიდევ. რომელიც გამოხატავდა ქართველი ერის სწრაფოს დამოუკიდებლობისკენ. ერთი იყო ანბანის დაცვა, აი ნიკოლოზ ანებლიძე, ჩვენი პარლამენტარი დამოუკიდებლობის აკზე ხელმომწერი, როსტომ ჩხეიძის მეგობარი, ერთ-ერთი კი არა, მე მგონი მთავარი სული ჩამდგმელი ამ მოძრაობისა ის იყო, ეს ხალხია, ეს ტრიარი, მერაბ ღაღანიძე, ლადო ჭელიძე, როსტომ ჩხეიძე, ნიკოლოზ ანებლიძე. აი ეს 14 აპრილი ენის დაცვა და პავლე ინგოროყვას დაკრძალვა 1993-ში. ეს ორი მოვლენა უსწრებდა წინ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას უკვე 80-იანი წლების ბოლოს. ეს იყო დიდი სახალხო მოძრაობები, ანბანის დაცვაც და პავლე ინგოროყვას დაკრძალვაც. გახდა ეს ერთგვარი სიმბოლო, მე ეს სიმბოლოებია ყველაფერი. ეს შეიძლება პირდაპირ ვერ დავაკავშიროთ, ეხლა მაინც და მაინც მაგრამ მუხტს სულს ეროვნულ აი ეს ამოფრქვევა ეროვნული ძალისხმევისა ამ ორ მოვლენაში გამოჩნდა. მრავალათასიან მოვლენაზეა საუბარი. ანბანის დაცვის დროს 78-ში და პავლე ინგოროყვას დაკრძალვის დროს 20 ნოემბერია თუ არ ვცდები 83-ში, აქაც ასობით და ათასობით ხალხი მიაცილდა პავლე ინგოროყვას თავისუფლების მოედნიდან ვიდრე დიდუბის პანთეონამდე. რაც განისვენებს წინ მიუძღოდა ამას გიორგი და ბატონი გუგული, უძვირფასესი კაცი ბატონი გუგული მგელაძე. წარმოუდგენელი კაცი. ფესვების ავტორი, ჩემთვის ეს არის ყველაზე დიდი რეჟისორი მთელ მსოფლიოში. ფესვების ავტორი ნომერ პირველი რეჟისორია. ალბათ ამ ფილმს წრემლების გარეშე, რა ვიცი, მე ყოველ შემთხვევაში დღემდე არ შემიძლია რა. რამდენი უყურეთ ამ ფილმს? ძალიან ბევრი, ჩემი საყვარელი. წრემლები ხომ მოგდიეთ? ყოველ ჯერზე. ყველა მასე ვართ. ყველა მასე ვართ ქართველები. დიდი მადლობა ბატონ დავით, უღრმესი მადლობა, მართლაც ძალიან საინტერესო საუბრისთვის და მოხარული ვარ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა აი მართლაც აი ამ უდიდესი ქართველის შესახებ, თუნდაც მცირე მეტრაჟიანი გადაცემა მაინც გაგვეკეთებინა, თუმცა ასევე ვისურვებდი და დავიტოვებ იმეც, რომ მომავალში გვექნება შესაძლებლობა, რომ აუცილებლად. არაერთი, იმიტომ რომ აქ იმდენი მნიშვნელოვანი თემა ითქვა, მათ შორის ამ გადაცემაშიც, რომ ალბათ თითოეული თემა ის იყოს პირველი, ასე ვთქვათ, შესამზადებელი გადაცემა და შემდეგ შევეცადოთ, რომ რაც შეიძლება მეტი და მეტი თემა გავშალოთ. დიდ მადლობას გადაგიხდით და დაგემშვიდობებით გისურვებთ წარმატებებს. შევახსენებ ჩვენს მაყურებელს, ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი ბატონი დავით გალეგაშვილი. იმედი მაქვს მოგვეწონათ ჩვენი საუბარი და გვერდებით, რომ მომავალში ამ თემატიკას არაერთხელ შევეხებით კვლავაც. დიდი მადლობა და დაგემშვიდობებით ხვალამდე, კარგად გრძანდებოდეთ. ნახვამდის. გადაცემა დროის სამართალი. დაიწყე აზროვნება დღეს.